არის თუ არა Everyway სექტა? ესეთი კითხვა რამდენჯერმე დამისვეს და იქიდან გამომდინარე რომ მე მარკეტინგს ახლა ვსწავლობ, იქიდან გამომდინარე რომ დამჭირდა ვინაიდან აღმოვაჩინე რომ მხოლოდ ცოდნა რაიმე საგნის, ვთქვათ, ჩემს შემთხვევაში ფსიქოლოგიის არ კმარა, რა თქმა უნდა, თუ შენ ამ ინფორმაციის მიწოდება და მიღება არ შეგიძლია. აი მაგალითად რომ წარმოიდგინოთ, სკამის გაკეთება თუ შეგიძლია, მაგრამ ამის შესახებ არავინ არ იცის, სკამს არავინ შეუკვეთავს, ხო? და ამიტომაც ჩაუჯექი და ვცდილობ ნელ-ნელა რომ ვისწავლო მარკეტინგი, მაგრამ არ ვიცი კარგი მარკეტინგი, დამწყები ვარ ამ სფეროში და შესაბამისად არ მიკვირს, როცა ბუნდოვანი კითხვები და რაღაცები ჩნდება, პირიქით დამისვით ხოლმე კითხვები, არ მაქვს პრობლემა, აი ვინც ახლა ეს მკითხა, რომ სექტაა თუ არა Everyway-ო, საერთოდ არ მქონია ამაზე პრობლემა. რა თქმა უნდა, არ მიყვარს, როცა რაღაც ისეთ კითხვებს მისვავენ, რაც ცოტა არ იყოს პიროვნულ საზღვრებს ლახავს და ესეთი ნებისმიერი კითხვა, რომელშიც არის ცნობის მოყვარეობა, მისაღებია. ეხლა მოდი რა კი ეს კითხვა დამისვეს, ცოტა აღვწერ რა არის სექტა, როგორ გამოიყურება სექტა. და საერთოდ რა ფუნქციას ემსახურება სექტა რა ადამიანის ფსიქიკაში, როგორ ჩდება ის. მოკეთ, ადამიანების ერთი დიდი პრობლემა, ფროიდი რომ მოვიშველიო, არის უმამობა, მამის არ ყოლა. ძალიან დიდია უმამობის განცდა მთელს მსოფლიოში, იმიტომ რომ დედის ინსტინქტი თავისთავად არის მაღალი, ჩაშენებულია პირდაპირ ორგანიზმზე და მამის ინსტინქტი არც ისეთი ცხადია და ბევრი კაცი არ არის ხოლმე მომწიფებული მამობისთვის. იშვიათია კაცი, რომელშიც მამაკაცობასთან ერთად მოცემულია მამობის უნარები. მართლა ცოტა არის ძალიან, როდესაც არის, ეს არის, არ ვიცი, ძალიან დიდი სიამოვნების მომტანი შვილებისათვის და უდიდესი ბუსტერია ცხოვრებაში, თუმცა მათ კიდე მეორე უკიდურესობაც არის ხოლმე, რომ თუ ნამეტანი მამობრივია ადამიანი, მაგ შემთხვევაში კიდე ადამიანს ხერხემალი აღარ აქვს. ანუ საკმაოდ დილემაა რა, კაი მამა ხარ, ვაია, ცუდი მამა ხარ, ვუია, ლამის ესეა. ახლა ოქროს შუალედზე აღარ ვილაპარაკებ რა. ფაქტია, რომ უმამობის საკითხი არის კაცობრიობაში, აქედან არის ამოსრულ ზრდილი ძალიან ბევრი ფენომენი, მაგალითად ის, რომ რელიგიაში ღმერთები ხშირად მამები არიან, ძალიან ბევრ რელიგიაში მამაა ღმერთი და არა, არ ვიცი, დედა ან ბები ან ნებისმიერი სხვა რამ, იმიტომ რომ ისი ნაკლებობაც არის, ფანტაზია ზუსტად იმის შევსებას ცდილობს, ხო? თუ ასე ამ კუთხით თუ შევხედავთ რელიგიას, რა თქმა უნდა, ეს გადასახედი რელიგიას არ ამოწურავს, თუმცა ესეც არის მასში მოცემული, ხო და აქედან გამომდინარე, ხა სექტა რას ემსახურება და როგორ ჩნდება. ადამიანებს უჩნდება დიდი ფრუსტრაციის გრძნობა თავის მშობლიურ ოჯახთან მიმართებით ხოლმე ხშირად, იმიტომ რომ სამწუხაროდ ძალიან ხშირად ოჯახში, რომლებიც იქმნება, უმწიფარი ფსიქოემოციური მდგომარეობის ხალხია, რომელსაც არაფერს ვერ სჩი, ჩვენი სამყარო ისე მოვაწყეთ, რომ ყველაფერია გაკეთებული იმისთვის, რომ მთელი ცხოვრება უმწიფარი დარჩე ფსიქოემოციურად, ამის გამო ბევრი ასეა. მე ესენი შეიყვარებენ ერთმანეთს, რაც ძალიან ლამაზია და სამწუხაროდ გზად არ მყოფები და რას ვიზავთ, ესეა სამყარო მოცემული, აჩენენ შვილებს და აქ მე ეს შვილები მართლა რო არიან ფსიქოემოციურად მომწიფებელ ფაზაზე თავის ცხოვრების, იტანჯებიან იმით, რომ ნაცვლად იმისა, რომ გვერდით ყავდეს მამა და დედა, ვისაც უმუშავებს ეს ინსტინქტი, ვინც არის საყრდენი, ვინც არის მზრუნველი, იქ მამა ცოტა წესის მიმცემია, წესების დამცველია, დედა უფრო სითბოს მიმცემია და ამ როლების ჩამოთვლა შეიძლება, ხო? ძალიან სასიამოვნო როლები არის, რაც მშობელს შეუძლია, რომ შვილისთვის ითამაშოს და შვილებიც ნელ-ნელა სწავლობენ, როგორ იყვნენ ესეთი დედა, როგორ იყვნენ ესეთი მამა. შინაგანათაც გაუჯდებათ ეს პატერნები და საკუთარ თავს ეხმარებიან მერე ისე და იმ წარმატებით, რითიც მშობლები აძლევდნენ ამის, როგორ ვკითხა, მაგალითი ძალიან მნიშვნელოვანია, ხო? მაგრამ ეს ახლა რაც აღწერე, თითქმის ფანტასტიკის სფერო გახდა, რა ვიცი, იშვიათია. ფანტასტიკა არ არის ესეთი ოჯახები, არის ესეთი დედის და მამის როლის შემსრულებელი ხალხი, თუმცა ცოტაა და არც არის საჭირო, რომ იდეალური იყოს ეს ყველაფერი, ხო? იდეალურ სამყაროში არ ცხოვრობთ. ის ნეგატიური გამოცდილებებით საკვებია ადამიანისთვის გარკვეულწილად რომ გაძლიერდეს, ხო და წარმოიქმნება ეს მამის და ხანდახან დედის და საერთოდ ოჯახის მიმართ ფრუსტრაცია, ანუ ნაკლებობის განცდა, რომ არ იყო ის რაც უნდა ყოფილიყო, ის რისი მოლოდინიც არსებობდა, რისი იმედიც არსებობდა და სურვილიც. სურვილია, ეს სიტყვა ფრუსტრაციას რომ სურვილი არის აქ გადამწყვეტი, როცა გინდა, მაშინ არის ფრუსტრაცია მოსალოდნელი, თუ არ გენდობება, არაფერი არ იქნება.
ხო და კი გვინდა ხოლმე რა რომ ვიბადებით გვინდა ხოლმე რომ ყავდეს დედა მამამ არ ვიცი რაღაც დაგვიცვას გვასწავლოს რაღაცა ხანდახან ცოტა სიმკაცრე გამოამშხავნოს ჩვენს მიმართ რთული რაღაცები შეითავსოს და ზიდოს თავის მხრებით იმიტომ რომ ის უფრო ძლიერია ფიზიკურად ვიდრე დედა ხო ასევე გვინდა დედა ხოლმე ადამიანებს როცა ვიბადებით რომელიც თბილია რომელიც მესაიდუმლეა ახლობელია ზრუნავს ჩვენზე ვისი იმედიც მუდამ გააქვს და ასე შემდეგ რა ეს სურვილები როგორ არა აქ ადამიანების ნუ სრულ უმრავლესობას აქ როცა იბადება ხო და ეს ფრუსტრირდება და ეხლა ნახე სექტა რას აკეთებს სექტა ცდილობს რომ შენ გარედან მოგცეს ეს რაც დაგიფრუსტრირდა ანუ რაც შენმა ორიჯინალ ანუ მშობლიურმა ოჯახმა ვერ მოგცა ვერ შესძლო არ მოგცა კი ბატონო შენ როგორც ბავშვს ესენი სამწუხაროდ გაუცნობიერებლად ცდილობენ რომ ეს მოგცენ არადა იმას აქში როცა ადამიანები სექტაში შედიან მაგის მიცემა უკვე აღარავის შეუძლია საკუთარი თავის გარდა რა თქმა უნდა სიყვარული ზრუნვა მშობლიური რაღაცა განცდები სიახლოვე ინტიმურობა ხარდაჭერა ესენი არის მოცემული გარე სამყაროშიც მარტო საკუთარ თავში არ არის საბედნიეროდ მაგრამ აი ამ მოდელით მოცემული რომ ეს არის დედა ჩემი დედა არის და ეს არის ჩემი მამა ამ მოდელით გარეთ უკვე 18 წელს ზევით რომ იქნები მიუწვდომელია ეგრე ვეღარ იქნება იმიტომ რომ იმა ჩაიარა იმ დრომ როდესაც შენ დედა და მამა ყავდა ეხლა ერთადერთი სრულყოფილი დედა ან მამა ესეთ სიმბოლურად რაც შეიძლება ყავდეს არის შენ საკუთარ თავში ფუნქციური ინსტანცია დედისა და მამის რომელიც მაგალითით ისწავლე თუ როგორ მოექცე შენს თავს გასაჭირის დროს და ასევე როგორ მოექცე პირობითად ბავშვებს ვინც მართლა ბავშვები არიან ამ ორ შემთხვევაში გამოვლინდება ისევ დედის და მამის ჰიპოსტაზი მაგრამ ნამდვილი აი ეს ბავშვი დედის ინტერაქცია როდესაც შენ უკვე ბავშვი აღარ ახარ არის მხოლოდ ილუზია ну რა თქმა უნდა საპატივსაცემო ილუზიაა და ჩნდება ხოლმე ეს ილუზია და დამხმარია ტყუილა არაფერი არ ჩნდება მაგრამ დოზას გააჩნია და აი სექტაში არის ძალიან მაღალი დოზა ხოლმე მოცემული ვიღაცა არის ხოლმე მამა ვიღაცა არის დედა და ეს მრევლი თუ სექტანტები არიან ხოლმე შვილები ამ სიტუაციაში ამ კუთხით ფსიქოლოგია რაღაცით გავს ხოლმე რელიგიას იმიტომ რომ კი ფსიქოთერაპევტიან, რაიმე ფსიქოშემეცნებით ივენთის წამყვანი და ასე შემდეგ რაღაც მომენტში მშობლიური ზრუნვის მაგალითს იძლევა და მასთან მოსულ ადამიანებს მშობლიური სითბოს განცდაც ეძლევათ. ოღონდ, როდესაც ფსიქოთერაპევტი და ფსიქოლოგი კვალიფიციურია და ჯანსაღად ფუნქციურია, ის ცდილობს, რომ ამ მაგალითით ერთადერთი რამ ქნას, მისცეს მაგალითი, რომ მე ადამიანი თვითონ იყოს თავის მიმართ მზრუნველი. ხოლო სექტანტის მიდგომა და სექტაში მყოფი მამის და დედის მიდგომა არის, რომ შენ უჩემოდ ვერ იზამ. შენ ჩემზე უნდა იყო მოჯაჭვული. მე უნდა მოგცე შენ დედის და მამის ზრუნვა და შენ წადი მერე იცხოვრე. და არა ის რომ მოდი მე შენ მაგალითს მოგცემ თუ როგორ მოექცე შენს თავს. ეს არის ძალიან დიდი განსხვავება და აი ამის გამო რომ everyway არ ცდილობს რომ ადამიანები იყვნენ მიჯაჭვული everyway-ზე და everyway-ის გარემო იყოს როგორ გითხრა მხოლოდ იმისთვის რომ აი გარეთ ბოროტ სამყაროში რომ გახვალ და დაიღლები აქ მოხვალ და დაისვენებ არამედ ამ დასვენების უნარი ამ სითბოს მიღებისა და გაცემის უნარი ისწავლო და იმ გარე სამყაროში წახვიდე და მე შეიძლება შენი საკუთარი ასეთივე სივრცე ააშენო ხო აი ეს ძალიან განასხვავებს მას სექტისგან აი ეს არის დიდი განსხვავება კიდევ შემდეგი დიდი განსხვავება არის რომ სექტას ახასიათებს ეხლა რა როგორც ტოქსიკურ მშობლებს ნახე სამწუხაროდ სექტა იქმნება იმისთვის რომ მშობლების ტოქსიკურობა ჩაანაცვლოს დადებითით, მაგრამ რეალურად იმეორებს ტოქსიკურობას. იმიტომ რომ ტოქსიკური მშობელი ცდილობს რომ მიიჯაჭოს შვილი. ის არ უშვებს მას ლაღად და თავისუფლად რა. და ეხლა მიჯაჭვულობის იარაღები რა აქვთ. თუ შენ სექტაში ხარ და სექტის შინაარსებს რაც იქ ტრიალებს იზიარებ, ჩვენიანი ხარ, გვიყვარ ხარ, კაი გოგო ხარ, კაი ბიჭი ხარ, ნახე ტოქსიკური მშობელი. მაგრამ შენ თუ განსხვავებული აზრი გაქვს, შენ თუ კრიტიკულად ხარ განწყობილი და ღმერთმა არ ქნას, შენ თუ სექტიდან გახვედი,
გამარჯობას არ გეტყვით და შენ იქნები შერაცხული ყველაზე როგორ იგიხარ დაბიო ყველაზე აი გასაკიცხ ადამიანად რომელთანაც ერთად პურის ჭამაც კი აკრძალულია და ამას აკეთებენ ხოლმე სექტები და თუ დააკვირდებით ამასვე აკეთებენ ტოქსიკური მშობლები რომ შენ ჩემი შვილი არ ახარ ესეთი შვილი მე არ მინდა და გაეთრია აქედან აქ არ დაგინახო და ასე შემდეგ მხოლოდ იმიტომ რომ შვილი არის განსხვავებული აზრის მატარებელი. ახლა ევრივეიზე მოკლედ რო გითხრათ, აქ ხალხი ვინც მოსულა, არის ხალხი ვინც მოვიდა და დადის, არის ვინც მოვიდა და იშვიათად დადის, არის ვინც მოვიდა წავიდა და თვალით აღარ მინახია, იმიტომ რომ თქვენს რო ეს საჩვენო არ არის. ასევე არის ხალხი ვინც დადიოდა ძალიან აქტიურად, ახლა აღარ დადიან და ესენი ყველანი არიან ჩემთვის ძვირფასი და მისაღები და ევრივეის ყველა წევრისთვის. ევრივეის შეკრებების მერე ქუჩაში რო ვინმე შეგხვდეს, ვინც ევრივეიდან წავიდა, არ არსებობს, რომ იქ თბილი მოკითხვა არ იყოს. გარდა ამისა, ევრივეიში შიგნით ხდება ხოლმე კონფლიქტები. უკვე 3 წელია ვატარებთ შეკრებებს, ბევრნაირს, ფსიქოშემეცნებით გასართობს, თავისუფალი დასწრების ივენთებს, იქ კონკრეტულ საკითხის გარშემო ვიკრიბებით და ვიხილავთ და რა თქმა უნდა, ხა ამდენი ადამიანი ვიკრიბება, აქ კონფლიქტები ყოფილა, საკმაოდ მწვავე. და ეს არ ნიშნავს ეს კონფლიქტები, რომ ჩვენ რაღაცა ამაში კატასტროფას ვხედავთ. ადამიანური ნაწილია. ყველა მეგობარი აქ არ არის. შეიძლება ზოგი უბრალოდ კეთილი სიტუაციიდან ნაცნობია ერთმანეთის. თორე ზოგი არ არის მეგობარი, ზოგი დამეგობრდა კი ბატონო და ეს ყველაფერი არის აბსოლუტურად ღია და თავისუფალი პროცესი და შესაბამისად ეს ცოტა ხუმრობანარევი კითხვა არის თუ არა ევრივეი სექტა, აი ამ შინაარსებით შემიძლია რომ ამას უპასუხო. ასევე სექტას ახასიათებს ხოლმე იერარქიულობა, რომ თანასწორობა არ არის. რა თქმა უნდა, ეხა ევრივეიში კი არა ნებისმიერ ადგილას, სადაც არსებობს რაიმე შეკრება, წამყვანი არსებობს იქ, მაგრამ ეს ჩვენ შემთხვევაში წამყვანი პირობითობა არის. აი, როდესაც მე კარზე გამოვაკრავ, რომ რაღაც ეს მინდა მეთქი და ხალხი გაიქცევა და მომიტანს, იმიტომ რომ არ ვიცი რატო ზუსტად. აი მაგ შემთხვევაში რა თქმა უნდა იგივე ჩემი ევრივეის წევრები მეტყვიან რომ ტასო შენ რაღაც ცოტა სხვაგან გაუხვიე და მოდი დაბრუნდი მიწაზე. და მე აუცილებლად მეყოლება ეგეთი ადამიანები შიგნით ევრივეიში ზუსტად ვიცი. ამიტომაც აბსოლუტურად დიდი განსხვავება და მოდი ახლა ვილაპარაკოთ მსგავსება რა არის. იმიტომ რომ როგორც ყველაფერი ამ სამყაროში, ხო? სექტაშიც არის რაღაც ისეთი, რაც და ევრივეიშიც რაც ერთმანეთს გავს. მიმსგავსების და განსხვავების ნახვა თითქმის ყველაფერში შეიძლება, ხო? რა არის მსგავსება? ევრივეის რო ვაკეთებ, ჩემი ძირითადი დაინტერესება არ არის ფულის შოვნა. კი, რა თქმა უნდა, მარჩენს ევრივეი უკვე 3 წელია. მაგრამ იდეით უფრო ვარ მოცემული და კი, სექტასაც იდეა ახასიათებს. მეც უფრო იდეით ვარ მოცემული და ეს იგრძნობა. მე მაინტერესებს ისეთი ხალხი შევკრიბო, ვისაც უნდა რომ განსხვავებულად იაზროვნოს და დააკვირდეს საკუთარ თავს და გარემოს. მე მინდა რომ შევკრიბო ხალხი, ვისაც უფრო მეტი კითხვა აქვს, ვიდრე პასუხი აქვს სამყაროს შესახებ. და ამას ვცდილობ რა და რა თქმა უნდა, ვინაიდან ეხა ჩემი დაფუძნებულია ევრივეი, ეს ჩანს, რომ იდეის გარშემოა ხალხი შეკრებილი და აი ამით გავს სექტას. იმიტომ რომ ეხა პირობითად აქ ვინც მოსულა ხოლმე მათგან ვიღაცისთვის ძალიან მიუღებელი ყოფილა ის იდეები, რის გარშემოს ჩვენ ვიკრიბებით. თავისუფალი აზროვნება, თავისუფალი თვითგამოხატვა, რაღაც ტაბუების არარსებობა, როგორ გითხრა, ერთმანეთის პატივისცემა მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა აზრი გვაქვს. მე ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი იდეა, რის გამოც აქ ვიკრიბებით, არის რომ ჭეშმარიტებას არ ვეძებთ. და ძალიან ბევრია პირიქით, ვინც ეძებს ჭეშმარიტებას. აი ესეც განგვასხვავებს სექტისგან. მე აი პირდაპირ შესავალში ვამბობ ხოლმე, რომ თუ ვინმე აქ ეხა აპირებს, რომ ამტკიცოს, რომ მართალია, ეს არ არის ის, რაც აქ მისაღებია. ჩვენ აქ სიმართლეს და ტყუილს არ ვარჩევთ, ნახე. ჩვენი მიზანია ხოლმე, რომ ერთმანეთის სუბიექტური ხედვები პატივისცემით მოვისმინოთ და აღვიქვათ. და ძალიან გამამდიდრებელია, იცი? თუ შენ მარტო იმას ისმენ, რაც მართალი გგონია, ძალიან გამოკეტილ ბუშტში აღმოჩნდები და მე შეიძლება 30 წელი იყო მართალი. და 30 წელი იცოდე ყველა კითხვაზე პასუხი და როცა ეხები ღია სამყაროს, სადაც ალტერნატიული აზრებიც ბევრია, შენშიც შემოდის სიახლეები, ახალი გადააზრებები და ასე შემდეგ, ხო? ეს კიდევ რა აახლოებს, აი რატო გონიათ ხოლმე, რომ ევრივეი არის სექტა, იმიტომ რომ ეხა სექტანტების ის თუ გინახავთ ვებსაიტები, ფლაიერები და ასე შემდეგ, ბედნიერი ხალხი ხატია ხოლმე.
ნუ რამდენად ავთენტურია მათი სიხარული და ბედნიერება, ეგ არ ვიცი, მაგრამ გაღიმებული ხალხია, ლომი და ისა ბატკანი ერთად ძოვენ ბალახს, იქ რაღაც ორანგუტანგს ჩვილი ბავშვი უჭირავს. ეს ქალი და მამაკაცით განა და ერთმანეთი უყვართ 50 წელია, ისე რომ ემოცია არ გასციებიათ და აი რაღაც ესეთი პეიზაჟებია ხოლმე დახატული ფანტაზიის სფეროდან და Everywhere-ში კიდე თავისთავად იქიდან გამომდინარე გულწრფელობის და თავისუფლების ატმოსფეროა. შესაძლოა ძალიან ცუდ განწყობაზე იყოს ადამიანი რა, ცუდ ბუნება განწყობილებაზე ნეგატიურად და ის რომ ამ ყველაფერს გამოხატავს, მაინც სასიამოვნოა. აი ესეთი ფოკუსია. რომ თვით გამოხატვა, მიუხედავად შინაარსისა, რაც გამოხატავ, მაინც სიამოვნების მომტანია და ამიტომ კონტენტი ახლა რაც Everywhere-ში არის ხოლმე, ფოტოები, ვიდეოები და ასე შემდეგ, ძალიან ხშირად ასახავს გაღიმებულ და გაცისკროვნებულ ხალხს. ოღონდ ეს გაღიმება არ არის ყალბი. ეგ ვიცი ზუსტად. გადადით Everywhere-ის page-ზე და ნახეთ როგორი შეფასებები წერია. ხო, ყველა შეფასება გულიდან მოდის. თითოეული სიტყვა არის იქ ხოლმე დაწერილი გულიდან და მეც ძალიან ბედნიერი ვარ ხოლმე Everywhere-ის შეკრიბების მერე. ძალიან სასიამოვნო გრძნობებია რა. აი კონფლიქტების მერეც სასიამოვნო გრძნობები მაქვს, თქვენ წარმოიდგინეთ, იმიტომ რომ ნამდვილია ხოლმე ის კონფლიქტებიც, გულწრფელია. ანუ გულწრფელობის და თვითგამოხატვის და პატივისცემის იდეის გარშემო ვიკრიბებით და რა თქმა უნდა ამას თუ ახორციელებთ და ზოგჯერ გამოგვდის, ხო, მე ძალიან ესეთი გაღიმებული სახეები გვაქვს და ჩვენი ფოტოგრაფი ვინც არის, ადრეც არაჩვეულებრივი ფოტოგრაფები თითქოს თავისით აღმოჩნდნენ Everywhere-ში რა, დავასახელებ ნინო ბებერაშვილი, ლინდა ჩიხლაძე და გიორგი ყოვლისწავლელი, ეს სამი ადამიანია, დანარჩენებიც იღებენ ძალიან კარგ კადრებს. სამოყვარულოდ თუ ისე, რაც გინდა დაარქვით რა. მოკეთ დიდი არჩევანი მაქვს უკვე და ყველა ფოტოზე რო ვიყურები, გაღიმებული, გაცისკროვნებული ხალხია და ძალიან გავს იმას, აი ლომი და კრავი რო ერთად ძოვენ ბალახს, მაგრამ ეგ არ არის. უბრალოდ მე საერთოდ ვინაიდან კონფიდენციალობას ვიცავ, რა თქმა უნდა ვიღებ იმ ნაწილში ხოლმე ფოტოებს და კონტენტს, როცა ყველა კმაყოფილია, თორე აქ ჩხუბი და გაწევ-გამოწევა რო არის და კონფლიქტების პატივისცემის ფარგლებში გამოხატვა, მაგას ეხა არ ვიღებ. კონფიდენციალობიდან გამომდინარე და არ ვდებ და თუ აქ მოხვალთ, ნახავთ რომ არის ბევრი. კიდევ ერთხელ ხაზს უსვავ, რომ ჩემთვის პატივისცემა მანდ გადამწყვეტია ხოლმე. კამათი და კონფლიქტი ცხოვრების ნაწილია, მე ძალიან მიყვარს, თუმცა პატივისცემის ფარგლებში. მოკეთ აი ეს არის თუ არა Everywhere სექტა, ну რა ვიცი, მე მგონი ამომწურავად ვისაუბრე ამ საკითხზე. კიდე ბევრი რამის თქმა შეიძლება, იმით რომ სექტასთან მსგავსება რა გვაქვს, რომ სექტაც არის community და Everywhere-იც რომ დავიწყე, ეს არ ჩამიფიქრებია, რომ community იქნებოდა, მაგრამ არის community. ანუ ეს არის რაღაცა გუნდი. ეს არ არის უბრალოდ რომ ვიღაცამ ფული გადაიხადა, მოვიდა, გაერთო და წავიდა. ანუ ეს ნაწილიც აქვს სერვისი და ეგეთი კლიენტებიც ყოლია. მაგრამ ძირითადად ესე გამოვიდა, რომ ვინც მოვიდა და ერთხელ ან გადაიხადა, ან უფასოდ დაესწრო ჩვენს რომელიმე ივენტს, მერე დარჩა ხოლმე. სხვადასხვა სიხშირით, მაგრამ დარჩა და მოიაზრება Everywhere-ის წევრად. ანუ რაღაც გუნდურობის და ერთიანობის განცდაც არის აქ. და ეს ამითაც გავს სექტას. ოღონდ სექტაში წესები უფრო მნიშვნელოვანია და Everywhere-ში ადამიანი არის ყველაზე მნიშვნელოვანი. აბა, ამაზე კარგს ვერ ვიტყვი, ხა ვერაფერს გავიქცევი ამიტომ დროზე.